ტრამპმა რუსულ და ჩინურ გემებს ჰორმუზის სრუტეში გავლა დაუშვა, რაც სელექტიურ ბლოკადას და ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სასტიკ სტრატეგიას აჩვენებს. ამ სამშაბათს 2026 წლის 28 აპრილს შეერთებული შტატები ფილტრავს მოძრაობას სრუტეში, რათა ირანი დაახჭოს ისე, რომ მარშრუტი რუსეთთან, ჩინეთთან და იაპონიასთან საზღვაო ომში არ გადაიქცეს. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ გინდა არხზე გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალუესი. ყველაზე ყურადღება მიიპყრო რუსული სუპერიახტის ნორდის გავლამ, რომელიც დაკავშირებულია მილიარდერ ალექსეი მორდაშოვთან. გემი შაბათს ჰორმუზის სრუტეს გადაკვეთა დუბაიდან გასვლის შემდეგ. როიტერის ინფორმაციით გემი მოძრაობდა დამტკიცებული მარშრუტით, იყო სამოქალაქო, არ გაჩერებულა ირანის პორტში და არ გადაქონდა ტვირთი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ირანის რეჟიმთან. არც ირანს და არც შეერთებულ შტატებს არ გაუკეთებიათ წინააღმდეგობა. ვინც სწრაფად შეხედავს, შეიძლება ეს ხრელად მოეჩვენოს, მაგრამ ტრამპის სტრატეგიის ფარგლებში შეფასება სხვანაირია. სამიზნე არ არის ნებისმიერი რუსული, ჩინური, იაპონური ან არაბული გემი. სამიზნე ირანის ფულია. ეს არის ირანული ნავთობი. ეს არის პარალელური ფლოტი, რომელსაც სანქციების ასარიდებლად იყენებენ. ეს არის თეირანის შესაძლებლობა გამოიყენოს ჰორმუზი, როგორც მუქარა მსოფლიო ვაჭრობის წინააღმდეგ. თუ ვაშინგტონი უბრძანებდა შეეჩერებინათ ყველა გემი, რეგიონში გამავალი გემი ერთდროულად რამდენიმე დიდ სახელმწიფოსთან საზღვაო კრიზისს შექმნიდა. ეს ირანს მზადყოფნაში მყოფ განცხადებას მისცემდა. თეირანი იტყოდა, რომ შეერთებულმა შტატებმა გლობალურ ენერგიასა და საერთაშორისო ნავიგაციას შეუტია. ტრამპმა უფრო გააზრებული გზა აირჩია. ირანზე ზეწოლა მოახდინა ისე, რომ მსოფლიო არ დაეხურა. ლოგიკა მარტივია. სამოქალაქო გემი, რომელიც ირანის პორტში არ ჩერდება და ირანულ ტვირთს პირდაპირ არ ატარებს, შეუძლია გაიაროს. გემი, რომელიც ცდილობს ირანული ნავთობის გატანას. პარალელური ფლოტის შენარჩუნება ან ამერიკული ზეწოლის გარღვევა რისკის ზონაში შედის. ბლოკადა ყველასთვის კედელივით არ მუშაობს. ის მუშაობს როგორც ბარიერი თეირანის წინააღმდეგ. ჩინეთის შემთხვევა ამ ინტერპრეტაციას ამყარებს. ჩინეთის საკუთრებაში არსებული და შეერთებული შტატების მიერ ირანთან კავშირების გამო სანქცირებული ნავთობის ტანკერი ჰიშსტარი ჰორმუზის სრუტეს გადაკვეთა დაახლოებით 250,000 ბარელი მეთანოლით. მაგრამ ტვირთი დატვირთული იყო ჰამრიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და არა ირანის პორტში. როიტერსმა აღნიშნა, რომ ირანთან დაკავშირებული გემები, რომლებიც ირანის პორტებში არ მიემართებოდნენ, იმ მომენტში პირდაპირ სამიზნე არ იყვნენ. ეს დეტალი გადამწყვეტია. ჩინური გემის ჰორმუზის სრუტეში გავლა ირანის გამარჯვებას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია ტვირთის წარმოშობა, დანიშნულება, ირანის პორტში გაჩერება და ფინანსური სარგებელი თეირანისთვის. თუ ტვირთი ირანული სისტემიდან არ მოდის, გემის შეჩერებამ შეიძლება ვაშინგტონისთვის მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე ირანისთვის. მაგრამ თუ ხომალდი ირანული ნავთობის გატანას ემსახურება, ამერიკის რეაქცია იცვლება. მეორე დღეს ჰიშსტარი რეგიონში დაბრუნდა და ვერ შეძლო ბლოკადის ყველაზე მგრძნობიარე ხაზის გარღვევა. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ოპერაციის პირველ 24 საათში არც ერთ ხომალდს არ გაუვლია ამერიკული ბარიერი და რომ 6-მა გემმა დაემორჩილა ბრძანებას და დაბრუნდა პორტში. ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსული იახტის გავლა. სამოქალაქო იახტი თეირანის ხაზინას არ ავსებს. გემების უკან დაბრუნება რეჟიმის ეკონომიკურ გულს ურტყამს. ასევე იხუნენ ჩინური სუპერტანკერები, როგორიცაა კოსპიარ ლეიკი და ჰერონგჰაი, რომლებიც ჰორმუზს კვეთდნენ ერაყსა და საუდის არაბეთთან დაკავშირებული ტვირთებით. ისევ იგივე ლოგიკა მეორდება. რეგიონში ყველა ჩინური ხომალდი ირანის დახმარებას არ წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი სხვა წყაროებიდან ენერგიას ატარებს. ამ ტიპის ტვირთის შეჩერება დააზიანებდა სავაჭრო-პავაჭრო პარტნიორებს, რომლებიც ამერიკული ზეწოლის სამიზნე არ არიან. ეს საშუალებას აძლევს ვაჭრობის ნაწილს გაგრძელდეს, მაგრამ ზრდის შიშს, ხარჯებსა და გაურკვევლობას ირანულ ნავთობთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაციისთვის. საზღვაო დაზღვევა ძვირდება, გემთფლობელები ყოყმანობენ, მყიდველები უკან იხევენ, კომპანიები თავიდან იცილებენ საეჭვო მარშრუტებს. რეჟიმი კარგავს პროგნოზირებადობას, ეს არის პარტნიორობა. რეჟიმს შეუძლია თქვას, რომ ჯერ კიდევ აკონტროლებს თავის სანაპიროს და სცადოს წინააღმდეგობის გაკიდვა. მაგრამ თუ ნავთობი ნორმალურად არ გადის, თუ მყიდველებს ეშინიათ და თუ გემებს უკან დაბრუნება უწევთ, მაშინ ეს რიტორიკა პრაქტიკულ ძალას კარდავს. ეკონომიკა ამას უფრო ადრე გრძნობს, ვიდრე პროპაგანდა აღიარებს. ტრამპიც თავს არიდებს მახეს. თუ ჰორმუზის სრუტეს ყველასთვის დახურავდა, ირანი შეეცდებოდა მსოფლიო ვაშინგტონის წინააღმდეგ დაეყენებინა.
როცა ის სამოქალაქო გემებს და სხვა წარმოშობის ტვირთებს ატარებს, ამ არგუმენტს აცლის საფუძველს. მესიჯი ნათელია, პრობლემა არ არის საერთაშორისო ვაჭრობა. პრობლემა ირანის რეჟიმია, რომელიც ცდილობს სრუტეი არაღად გამოიყენოს. ეს დაბალანსება სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ატარებს. სამხედრო თვალსაზრისით ეს ამცირებს პირდაპირი დაპირისპირების რისკს რუსეთთან და ჩინეთთან. პოლიტიკურად კი აჩვენებს, რომ ვაშინგტონი კრიზისის ტემპს აკონტროლებს. ეკონომიკური თვალსაზრისით ინარჩუნებს ენერგიის ნაკადის ნაწილს, ამავე დროს კი აჭერს ყველაზე მბრძნობიარე წერტილს. მოსკოვისა და პეკინისათვის გზავნილიც ნათელია. რუსული სამოქალაქო გემი გაიარა, რადგან ის თეირანს ნავთობის გაყიდვაში არ ეხმარებოდა. ჩინურმა გემებმა, რომლებსაც ირანული წარმოშობის ტვირთი არ ჰქონდათ, გადაკვეთა, რადგან ისინი მთავარი სამიზნე არ იყვნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს სრულ თავისუფლებას. წითელი ხაზი ჩდება მაშინ, როცა მარშრუტი ირანის ბიუჯეტს იწყებს მომსახურებას. ირანი რთულ მდგომარეობაშია. თუ ის რეაგირებს მთელ მოძრაობაზე, ადასტურებს, რომ გლობალურ ნავიგაციას ემუქრება, თუ რეაგირებს და უკან დაიხევს, აჩვენებს, რომ ამერიკული ზეწოლა ეფექტური იყო. თუ ცდილობს რუსეთსა და ჩინეთს ამოეფაროს, აჩვენებს, რომ ეს ძალები როგორც ჩანს არ არიან მზად თეირანის გამო პირდაპირი საზღვაო ომი წამოიწყონ. ეს ის სუა იქნება, რომელიც ტრამპს აძლევს ხელს. ირანის იზოლაცია, ისე რომ შეერთებული შტატები არ იყოს იზოლირებული. ოპერაციის ძალა სწორედ ამ გამიჯვნაშია. საუდის არაბეთის ტვირთი შეიძლება გაიაროს, ერაყის ტვირთიც შეიძლება გაიაროს. სამოქალაქო ხომალდს, რომელსაც პირდაპირი კავშირი არ აქვს ირანის სპორტთან, შეუძლია გაიგაიაროს. იაპონურმა გემმა მარუმ საუდის ნავთობით გაიარა, რადგან ის პრობლემის ცენტრში არ იყო. მაგრამ ირანული ნავთობი, ჩრდილოვანი ფლოტი და სანქციების ასაცილებლად გამოყენებული გემები ბარიერებს აწყდებიან. აქ უკვე ბლოკადა მხოლოდ საზღვაო მოქმედება აღარ არის და ეკონომიკურ დახრჩობად იქცევა. ირანისთვის ეს მძიმე ზემოქმედებაა. რეჟიმი ნავთობზეა დამოკიდებული, რათა შეინარჩუნოს შიდა მექანიზმი, დააფინანსოს გარე მოკავშირეები და გაუძლოს ზეწოლას. როცა ნაკადი გაურკვეველი ხდება, თეირანის ძალაუფლება მცირდება. როცა დაზღვევა ძვირდება, მოგება მცირდება. როცა მყიდველები უკან იხევენ, რეჟიმი მარჟას კარგავს. როცა გემები ბრუნდებიან, ძალის იმიჯი ინგრევა. ბოლოს დონალდ ტრამპი ჰორმუზ გამძლეობის ტესტად აქცევს. მსოფლიო კვლავ მეთვალყურეობის ქვეშ გადის. ირანი კი არა. დონალდ ტრამპმა ბლოკადის გარღვევა არ დაუშვა. მან ბლოკადა ფილტრად გადააქცია. გემი, რომელიც ირანს არ გადაარჩენს, გადის. გემი, რომელიც სუნთქვაში ეხმარება, ამერიკული ზეწოლის სიმძიმეს გრძნობს. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ ალვისის საზოგადოებაში.